მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ხერხემლიან ცხოველზე, ლომზე. მას ვისაუბრებთ ჩონჩხის აგებულებაზე, გარეთა კანის აგებულებაზე და მის თვისებებზე. დავიწყოთ ჩონჩხის აგებულებით. მას აქვს ხერხემალი, რადგან მან იაროს, იხტუნაოს და ირბინოს. ქვედა კიდურებზე აქვს კუნთები მიმაგრებული, რადგან მან კუნთები ხელს უწყობს სირბილში, სიარულში. ეხლა ვისაუბროთ გარეთა კანზე. გარეთა სხეულის აგებულებაზე. თავზე აქვს ძალიან დიდი ფაფარი, რადგან მას ეხმარება ზამთარში, როცა შეცივდება, ეხმარება გათბობაში. მას აქვს ხარისნაირი კუდი. მის სხეული არის ბეწვით დაფარული. ეხლა ვისაუბროთ მის თვისებებზე. ის დილით არ ნადირობს, ნადირობს ღამით. ის როცა სანადიროდ გამოდის, ის მთელ ხმაზე ღრიალებს და ატყობინებს ცხოველებს, რომ სანადიროდ მოდის ლომი. ის ჯერ ბუჩქებში იმალება და როცა ცხოველი მოუახლოვდება, ის მთელი სისწრაფით შეტევაზე გადადის მთელი სიმწარით მასზე. ეს იყო ჩვენი ლომის ჩონჩხის აგებულება, გარეთა სხეულის აგებულება და მისი თვისებების. ნახვამდის.